გაუმარჯოს ხალხო. სალამით. რა ფერ ხართ? მე ძალიან ამცხელა და აი ესეთი მოღალატილი მაიკა ჩავიცვი. იმიტომ რომ აღარ შემიძლია. ოღონდის რაღაცები გავაკეთე და ეხლა ორი წუთი შესვენება მაქვს, რომ სანამ გაბრიელს წინავს დღეს გავხადე ზედა ბოდე. ანუ მოკლეკლავიანით წევს. ცხელოდა უკვე და შემეცოდა ხარც ისეთი ეგრეთ წოდებული გამოსაშუშებელი ბავშვი აღარ არის, ორი კვირის ბიჭია. ხო და შემეცოდა ძალიან რა რომ ის ნაკეცებია ეტყობა და უწითალდება მელი კისერში და ეს იღლიებთან და ძალიან შემეცოდა და ჩავაცვი ესე მოღალატილი. ხო და ორი წუთი დავჭექი ახლა. ამოვიქაქანო და გარეთ უნდა გავიდე და დავალაგო. ნუ ლაითად. შტეფცელებით ჩასვალაშამ და აი ეს პატარა ადგილებია გამოსაკველი და გამოსაწმენდი. შპალიერი მოვრჩით. დავამთავრეთ. დღეს აპირებდა ვითომის დასაკვირველის მოტანას იატაკზე, მაგრამ არ არის ფიზიკურად არის შოება ამ წუთას არ არის მარაგში და ხვალანზე გიქნება, ამიტომ ხვალანზე მოვიტანთ და დავაკრავთ. ან ძალიან მალე მივდივართ უკვე რა ვრჩებით. დღეს ვიყავით თბილისში. ჯერ მადლობა ის, რომ მორჩილდათ კი არა და როგორ არის რომ ელოდებით ხოლმე და მე ხო შეგვირდით ერთს მაინც დავდებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოუწყდე გარესამყაროს და საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან პატარა არის, რომ აი ეს დეპრესიული რაღაცა როა ხოლმე და სახში გამოკეტვის ის და რაღაცა, მე ამით ვებრძვიმავ იმას, მგონია რომ გავდივარ გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავდივარ. მაგრამ ხო გამოვდივარ თქვენთან ყავაზე. ხო. დღეს გაბრიელი წავიყვანეთ თბილისში ექიმთან, რადგან თოდუაში უნდა მიმეყვანა ვაგზალზე. იქ რო გასინჯეს და რაღაცა ყველაფერზე შემოწმდა, მაგრამ ფიზიკურად, ანუ არაფერი პრობლემა არ არის ექიმთან რო ახსენე ხარ გეგონოთ რომ რამეა. აღარ ცხვაზე რომ დავაყენებ, მანამდე მინდა საბუთი, რომ სმენაზეც შემოწმებულია და კი შემოწმდა, მაგრამ ვინც უნდა გასცეს ეს საბუთი იყო შვებულებაში. ხო და ამ პედიატრმა მითხრა, რომ თუ მოვიდაო ორ კვირაშიო დაგირეკავთ. და აქ მოიყვანეო და თუ არაო და თოდუაში გამავწა მკაცი სახელი და გვარი დავითაშვილია, მე მგონი ოთარ დავითაშვილი თუ სწორად მახსოვს. ხო და რადგან ორი კვირა გავიდა და არ დარეკეს, დღეს გადავწყვიტეთ რომ წაგვეყვანა, რადგან საბუთში ეწერა რომ შაბათ კვირის გარდა ნებისმიერ დროს შეგვეძლო მისვლა. თბილისში რო გავედით უკვე და რაღაცა, ლაშამ ნაცნობს დაურეკა. რა ისაო, იქ მუშაობს რა, მაინც დაურეკავო და აღმოჩნდა, რომ სამშაბათს და ხუთშაბათს არის ეგ რაღაცა, კაბინეტი თუ აუდიოლოგიის ცენტრი ღია. ანუ დღეს ტყუილად წავედით. ტყუილა არ წავედით, იმიტომ რომ მე იქიდან დავკრუგეთ, ერთი ცალი შპალიერი დაგვაკლდა და ვერც საწყობში ვიშოვეთ და ვერსად და ვერც იქ ადგილზე. მაგრამ ვიყიდეთ, მე რა ლაშამი იყიდა ისა რა ქვია. კარნიზების ის თეთრი ის პლასმასი არ ქონდა, ეგენი იყიდა. აუ შეიძლება დაამაგრა კიდეც არ მინახი. თუ არ დაამაგრა. რაღაცები წვრილმანები ქონდა კიდე და ეგენიც იყიდა, ასე რომ მე და გაბრიელი თბილისში ვიყავით, არ შეწუხებულა, იმიტომ ადიელა რაღაცები წავიღე. რომ რბილად მეთქი იქნებ უკანა სიდენიაზე ეგრეთ წოდებულავით. ნუ უკანა სიდენიაზე ეგრეთ თქვათ, რა სანამ გადამიკეთებთ ეგ მომადგა სიდენია და თქვი. ნუ გადამიკეთებთ ახლა. სავარძელი უკანა. თქვი რა. ხო, სანამ ვიღაცა იმას ჩავარდებ პანიკაში. მოუწყე დასაწოლი და ისე საყვარლად ეძინა მოკუნტული და ცაცაცილოთ და საწყლად. ხო და ამასობაში ბოკერიაშიც დავრეკეთ. რა რომ მაინც მოდიო გავიკოთო რომ რა ანუ ის თუ მიბძანდა შვებულებიდან რა ვიცი ორკვირიანი შვებულება მე რა ვიცი. ხო და ცოტა ხანში დაგირეკავთო და დამირეკეს მოკლედ ამ კაცმა თოდუაში გითხრა ხვალინდელ დღეზე დილით და იმან გითხრა ბოკერია მითხრა რომ
ხუთშაბათსა 4:09-ზე და თოდუაში მისვლას იმ სიგრძე გზის გავლას ისევ ბოკერიაში მივიდა მირჩევნი. რადგან თან დაგვიბარეს, ჩაგვწერეს და რაღაცა. თან იქაც რომ მივიდეთ, იქაც ამ რიგის გარეშე გვეკუთვნის, ჩვილებს ეკუთვნით ურიგოთ. ანუ არც იქ არ დაველოდებოდ, უბრალოდ გზის ამბავში რა ხვალე ისევ წასვლას გვირჩევნი ისევ ბოკერიაში მივცვიდეთ და მოხთან საღამო ხანია იქნებ უფრო სიგრილე იყოს. ხო და ეგრე ვიწანწალეთ მე და გაბრიელმა დღეს და დილით ვიდეო იმიტომ ვერ ჩავწერე. მერე რომ მოველი დავაწვიდე, იცე მაგრად ეძინა, მაგრამ მე ვერ მოვისვენე. ნამგზავრი რო იყო და რაღაცა მაინც ალაგ-ალაგ გაუფლიან და რო ვაჭრევდი ის მაინც მტვერი რაღაცა და ისე საპნიანი წყლით ისე გემრიელად ვაბანავე და გავატიტულე კიდეც. ჩავაცვი მოკლეები, ჩემ თავს ვუთხარ თან ნანისაც ავკითხე, ლაშასაც, მეთქი მეგონი ხვალ შესცივა რაღაცა. ხა რა შეაციებს, მაგრამ მაინც. რა კლავი უჩანს ბოლო რა. ხო და შემეცოდა რა, ბავშვია იცით რა ადამიანი არის, მე რა პატარა არის, მაგრამ ადამიანია ცხელა. ხა კოსმოსი, ხანი ეს ძინა. ხო და ეს ხალხი მოკლედ დღეს ესე მოვიარეთ. ეხლა რაზე დამცხა იცი, დაბლა გამათბობელი ხო გვაქვს მოხსნილი და შპარიელი მაგადღილას დაგვაკრდა. ხო და ეს გამათბობელის ისინი გავხეხი ხალასით. ხო და აი მაგის ხეხვაში ჩამოვაკრიალ ერთ სიტყვით, რომ ხვალ ალბათ დააყენებს. არა, ვერ დააყენებს, სანამ იატაკს არ დავთავრებთ, გატყუებთ. ხო და ეგ გავხეხი რაღაცა და ეხლა სანამ მოვასუფთავებ. მეგონი ჯერ ვერ მოვასუფთავებ, გაბრიელს რესტორანში უნდა დასვლა. განახებთ ეხლა თან შპალიერს. ანუ ისე ვიყიდეთ რა, მე ხო გუშინაც გითხარით გუშინწინაც, რომ დეკორი ვიყიდეთ ერთი კედლისთვის და დანარჩენი აი ამ დაგვარ ფერში ვიყიდეთ. აი ნახავთ, თითქმის ესეთი ფერია. და ვიყიდეთ 4 ცალი და ლაშას ვეუბნეოდი, რომ მე 5 წავიღოთ მეთქი. არა, გინდა ის ქალით პანიკაში ჩავარ და არ გიდოთ. ქალო, ბობეცი მე ვყიდულობ, შეიძლება არ ვიყოს ეგეთი რაღაცებია. ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რაღაცა ზედმეტად მქონდეს, ვიდრე დამაგაბდეს. არ წამოიღო, ხო, გენაცვალე დაგვაკალე. ხო და ეხლა წამოდით განახოთ. სანამ გაბრიელი გაჩვენდა. მოკლედ ეს არის დეკორი. აი ასე. ეს არის ის. დაგვაკალდა ეს. ხილეთ ახლა. ეს დაგვაკალდა. ეს კი არა, ეს დაგვაკალდა. ეს. ხო და რადგან ეს ქონდა დარჩენილი, მოიცა. ხილეთ. მოგაბლელი ხმა. მოკლედ ეს დაგუჩა. კი დაგუჩა ხო რა და ლაშა ამბობდა თავიდან რომ მოდიო ესო გადავიტანოთო აქ და აი ეს მხარეცო ამით გავაკეთოთ, მაგრამ რა ვიცი არ მინდოდა რომ მარტო ეს ერთი გაგვიკეთები. ხო და აი აქ გავაკეთეთ ეგ. სხვა შორის მომხდა. წავედით გაბრიელ გვიძახის. მოვიდიდე და ხო და კარგი გამოვიდა თან მაგადგილას ფარდა უნდა დაეკონციალოს და არაფერი სად არის. სად დაგახეთ თური წამი. გაბრიელ უნდა გადავაბრუნო. ჩემი ცხოვრება. დედას გული. დედას ანგელოზი და დედას სიცოცხლე ვინარ. დედას ერთი ბეწო ვინარ. დედას ვაი მე რამხელა გახდა რომ გაიზმრა ღმერთო ჩემო. დედა რამხელა გახდა. ვაი შენ გენაცვალე სიცილში. Gabriel გაიცინე დედა ძიმითი გაიცინე. Gabriel. აი მე როგორ გაიცინე. ორი დილო ჩემო პატარა. ეს ჩემი ცათამაჩუა ხალხება.
სიაფარი. აკაც პატარა კაცია, ცინიღა papa. შუმუგა. ხა, და მიყვარს. Baby უნდა. მოკლედ, არ ვიცი რამდენი წუთიანი ვიდეო გამოვიდა. ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხო იცით? მეფე გამიბრაზდა. წავედი, აბა ჰეი. ჩემი ცხოვრება. რასაც მიბრძანებს, იმას ვაკეთებ. ოდე ხა რესტორანში მიმყავ. დაჯავშნილია ადგილი. მოვიცეთ ჩემო ცხოვრება, მოვდი ვარ გაჭმევ და სანამ გამოფხიზლდება და მე დავალაგებ. აჰი.